მარიონეტულმა არალეგიტიმურმა მთავრობამ უმკაცრესი კანონები აამუშავა. მომიტინგეების დასაშენებლად ივანიშვილის ნაზირ ვეზირებმა ახალი რეგულაციები ამორალურობით, ძალმომრეობით, ეგზეკუციით, სისასტიკით შეაზავეს. ეს სამარცხვინო ცვლილებები ადამიანებს ვნებს. ივანიშვილის რეპრესიული მანქანა ამოქმედებულია. მოქალაქეებს თუ კი რამე გაგვაჩნდა, რაც თავისუფლების ელემენტს უნარჩუნებდა ამ ქვეყანას იყო გამოხატვის თავისუფლება და ეხა ბოლო პერიოდის მოვლენები თუ რამე ზურტყავს არის რომ ეს ერთადერთი ნათელი წერტილიც ქართული დემოკრატიზაციის განვითარების ისტორიაში აი ამის ამოქოლვის პროცესს უყურებთ ეხა ჩვენ იმ მიზნით რომ საბოლოოდ საზოგადოებაში შიშმა გადაწონოს ეს ამხელა დაგროვილი ბრაზი და ამ ხრივ სისტემას ფსკერი არ ექნება ისინი ეცდებიან რომ ეს რეპრესიები იყოს უსაზღვრო, მანამ სანამ ისინი ხელოვნურად არ მოახდენენ საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაციას. ეს ყველაფერი ხო იმას მოასწავლებს, რომ მათ აქვთ ლეგიტიმაციის კრიზისი და ძალით სჭირდებათ საზოგადოებისგან ამ ლეგიტიმაციის მიღება ჩვენი გაჩუმების ხარჯზე. ბადრი გრიგალაშვილი ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც გასულ კვირას თბილისი მოლთან გამართული აქციის დროს არაფრის გამო დააკავეს. იმ დღეს ბადრი არათუ გზას კეტავდა, საერთოდ ტროტუარზეც კი არ მდგარა. ზვიად ხარაზიშვილის დაგეშილმა სპეცმარაზმელებმა ის შემაღლებული გორაკიდან ძალის გამოყენებით ჩამოათრიეს. წამების კორიდორში გაატარეს და სპეციალურად ტყვეებისთვის გამოყოფილ მიკროავტობუსში შეაგდეს. ფსიქოლოგიურად კი შემზადებული იყო იცადე ახლა როცა ამ პროცესებში ხარ შენ თავთან გაქოლმე ფიქრები რა შეიძლება მოხდეს და როცა ნანახი გვაქვს ამდენი კადრი და უბედურება მით უმეტეს მაგრამ მაინც კონკრეტულ შემთხვევას როცა აწყდები და შენ თავზე გამოსდი ამ ყველაფერს სხვანაირად შემაძრწუნებელი და კიდე დამაფიქრებელი არის ზოგადად ეს რეალობა რაშიც გვიწევს ცხოვრება ეგ დაუშვებელი არის ზოგადად რომ საზოგადოებაში არც სახელმწიფოს რო წარმოადგენს ეს ხალხი ფორმაცია და წესით ხალხს უნდა ემსახურებოდნენ ხო ძალოვანი სისტემა არიან ეს ოფიციალურად ზოგადად ამ ხალხის გარეთ ყოფნაც კი საშიშია საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა თითოეულმა მოქალაქემ ეს უნდა იგრძნოს რომ ძალადობის ლეგალიზება პრობლემა არის ყველანაირი პარტიული კუთვნილების მიუხედავად ამ ქვეყანაში უსახო სამართალდამღვრების მიერ დაკავებულების წამება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეს ნებადართულია, თუ ამ ადამიანებისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებაზეა გათვლილი, პროტესტის მონაწილეების სულიერ ტანჯვაზე უკვე ცირკად ქცეულ სასამართლოში, მატყუარა პოლიციელები და უპრინციპო მოსამართლეები ზრუნავენ. ჩემი საქმე ალბათ მასშტაბურად აბსურდული იყო ამ მიმართულებით ერთი ის რომ ორი პოლიციელის ჩვენება იდო საქმეში და მათ ჩვენებები როცა პროცესი დაიკითხნენ ერთმანეთს არ შეესაბამებოდა კითხვა პასუხის დროს ეს ხადად გამოჩნდა და პლუს ერთი მტკიცებულება წარმატებული ჰქონდათ ვიდეო მტკიცებულების სახით სადაც საერთოდ რა ვითარება იყო რომელი თარიღით თარიღდებოდა ეს სიტუაცია მაგ პერიოდში უკვე მე დაკავებული ვიყავი ამის თქმა მინდა და იმ ვიდეოზე არათუ მე არ ვჩანდი ამ სხვა ტერიტორია იყო საერთოდ აღბეჭდილი და თვითონ აღიარაში ინაგა საკუთარ სამისოს წარმომადგენლობა რომ ეს ზოგადი სურათისთვის წარმოადგინეთო და ბადრის ბრალეულობას ხადიას არ ამტკიცებდა. ძალიან ცინიკური არის ხოლმე სხვათა შორის, როდესაც მოსამართლე პროცესის ბოლოს თითქოს სათათბირო დროს იღებს რამდენიმე წამს და რეალურად გამოაქვს გამზადებული გადაწყვეტილება ორი ცრუ მოწმე პოლიციელის ჩვენების საფუძველზე. ბადრი ალბათ ერთ-ერთი უკანასკნელი მოქალაქეა, რომლის დასასჯელადაც სისტემამ მხოლოდ 2400 ლარი იკმარა. მიმდინარე კვირას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მორიგმა ტალღამ ეს ავადსახსენებელი ჯერ კიდევ კომუნისტების მიერ გასულ საუკუნეში მიღებული კოდექსი ისე გაამკაცრა, რომ სისხლის სამართლის კოდექსს გაუთანაბრა. ამიერიდან უმნიშვნელო სამართალდარღვევისთვის, რომელიც სამართალდამცავებმა შეიძლება სულაც გამოგიგონონ, არ არის გამორიცხული, რომ 15 ან 20,000 ლარით დაგაჯარიმონ. ახლა რაც იცვლება ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ამ კოდექსს და უფრო უარესი ხდება ვიდრე იყო მისი მიღების დროს 1984 წელს არის ეს კოდექსი მიღებული მაშინ მაგალითად ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა იყო 15 დღე ახლა ის ინიციატივა რომელიც ქართულმა ოცნებამ შემოიტანა და რასაც უკვე დაუჭირეს მხარი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გაზრდასაც 60 დღემდე რაც ნიშნავს იმას რომ ამით სურთ ეს მსუსხავი ეფექტი გაავრცელონ არა
არა მარტო იმ ადამიანებზე, ვისაც უშუალოდ შეეხება დაკავებით თუ მისი პასუხისგებაში მიცემით ეს კოდექსი, არამედ საზოგადოების უფრო ფართო ფენებზე, რომ მათ უარი თქვან საკუთარი პროტესტის გამოხატვისაგან თავი შეიკავონ, არ გამოვიდნენ ქუჩაში, არ გააპროტესტონ და მიზანი ამ კოდექსის არის, რა თქმა უნდა, ამ პროტესტის ჩახშობა, რომელიც უკვე უწყვეტად 2 თვეზე მეტია გრძელდება და კიდევ უფრო მეტი რეპრესიების გამოყენება ადამიანების მოქალაქეების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოცნებას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გააჩნია, მათ მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში ისეთი სახის კაბალური ცვლილებები ხორციელდება, რომ საქართველოს კონსტიტუციის მთელი რიგი მუხლები პრაქტიკულად ანულირებულია. ავტორიტარული მართლობის კონსოლიდაცია უკვე შეუქცევა და ძალიან დაჩქარებულ ფორმებს ატარებს საქართველოში და ამას ქართული ოცნება არ მხოლოდ ადმინისტრაციული პრაქტიკებით აკეთებს, როცა ის არ ცვლის კანონებს, მოჩვენებს, რომ სამართლებრივი სისტემის დონეზე მოაჩვენოს, ხო, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ის დემოკრატიული რჩება და პრაქტიკის დონეზე არ უყურს უფლებას, არამედ საკანონმდებლო ძალაუფლების, იურიდიული ძალაუფლების უზურპაციას ახდენს და მთლიანად ჩვენი სამართლის სისტემის პარადიგმას ცვლის, ანუ მისი მოწყობის ლოგიკას ცვლის, სადაც დასჯა, არათავისუფლება, ხო ხდება წამყვანი ლოგიკა. ისე ამძიმებენ კანონმდებლობას, რომ საერთოდ აიკრძალოს გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება, ეს არის მიზანი ამ ცვლილებების. ადამიანებმა ის პატარა სივრცეებიც კი, რაც ჯერ კიდევ დარჩენილია პროტესტისთვის, ისიც კი, რომ ვეღარ გამოიყენონ და დაიხუროს ყველა ეს შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის. ეს, რა თქმა უნდა, არის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მყოფი ცვლილებები. კონსტიტუციას არღვევს, მათ შორის არღვევს იმ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს, რომელიც მანამდე აქვს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს, არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკებს, მაგრამ ამის მიუხედავად, მოლოდინი იმისა, რომ ამას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს და სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებას და დააკმაყოფილებს, ასეთი მოლოდინები არ გვაქვს, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლო მთლიანად დამორჩილებულია ქართულ ოცნებას. წვრილმა ხულიგნობასა თუ ვანდალიზმის ფაქტებზე ჯარიმებისა და საპატიმრო სახდელების კოლოსალურად გაზრდასთან ერთად არალეგიტიმური პარლამენტის წევრებს არც საკუთარი გინებისთვის დავიწყებიათ ფასის დადება. ამიერიდან პოლიტიკოსების შეურაცხყოფისთვის ადამიანები 1500-დან 4000 ლარამდე თანხით დაჯარიმდებიან, ან პატიმრობაში 45 დღის გატარება მოუწევთ. იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 2500-დან 6000 ლარამდე მერყეობს. საპატიმრო სასჯელი კი 5-დან 60 დღემდე იზრდება. გარდა ამ სანქციების ზრდის, რასაც ჩვენ უყურებთ, არის ის, რომ კონკრეტულ ქმედებებს კრძალავენ, რომელიც არ შეიძლება რომ ავკრძალოთ. ერთი არ შეიძლება ავკრძალოთ, იმიტომ რომ კონსტიტუციური უფლებებია და მეორე ჩვენ ვართ წევრი ევროსაბჭოს ხელმომწერი ევროკონვენციის და ეს კონვენცია ამბობს, რომ არ შეიძლება მაგალითად აკრძალო პოლიტიკოსის კრიტიკა, მათ შორის შეურაცხყოფელი სიტყვების გამოყენებით და საჯარო მოხელეებს, ხო? რატომ? იმიტომ რომ გამოხატვის თავისუფლებას აქვს თავის კატეგორიები და პოლიტიკური გამოხატვა არის ყველაზე მეტად დაცული. მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც სამწუხაროდ აღარ არის მოწოდების სიმაღლეზე უკვე წლებია, ამბობს, რომ ყველაზე მეტად დაცული სიკეთე ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური გამოხატვა. შენ თუ პოლიტიკოსების მიმართ გამოხატვას, რომელიც მათ შორის შეიძლება ნიშნავდეს რაღაც სიტყვების დაძახებას, რომელიც მათ არ სიამოვნებთ. კრძალავს შენ გამოდის, რომ ზოგადად კრძალავ გამოხატვის თავისუფლებას. იურისტები შიშობენ, რომ ახალი რეგულაციებით გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე არა მხოლოდ აქციების მიმდინარეობის პროცესში, არამედ ყოფით ვითარებაში შეიძლება დაემუქროს, რადგან აკრძალვა როგორც საჯარო, ასევე ვირტუალურ სივრცეზეც გავრცელდება. ჩვენ წერტილოვნად გვქონდა საქმეები, სადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად მოიაზრეს სოციალური ქსელი. სოციალური ქსელი ესე რეგულირებული ამ ქვეყანაში საბედნიეროდ არ არის, მაგრამ რამდენიმე საქმე, რომელზეც უკვე ადამიანები დააჯარიმეს იმის გამო, რომ მაგალითად პოლიციელის მიმართ კრიტიკული პოსტი დაწერა, ან რომელიღაცა მოსამართლის მიმართ დაწერა, ეს უკვე საფუძველი უჩნდებათ, ფორმალური საფუძველი კანონში, რომ ყველა ადამიანი, რომელიც მაგალითად გაბრაზდება მისი გამხილველი მოსამართლის მიერ განხილულ საქმეზე და პროტესტს გამოხატავს და იტყვის, რომ მაგალითად ეს მოსამართლე არის არ მომწონს უხეშ ფორმებით, მიკერძოებულია და ამის გამო მე მოსამართლემ შეიძლება თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს, შეიძლება რომ ეს ადამიანებიც დააჯარიმონ. შესაბამისად ვიღებთ მოცემულობას, როდესაც მასობრივი კონტროლის პირობებში ეს კონტროლი მხოლოდ ასე ფიზიკურ სივრცეში კი არა, ასევე გადავა
სოციალურ სივრცეშიც და ჩვენ ასევე ვიცით რომ ეს სოციალურ სივრცეში ადამიანების აქტივობა არის ძალიან დიდი დაინტერესების საგანი, მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ხო? რომლებიც ყველა ადამიანის, რომელიც აქტიურია, პოსტებს ესე უყურებენ, ვინ რას აკეთებს და ხშირად გამხდარა ადამიანების დევნის საფუძველი. კიდევ ერთი რეგულაცია, რომელიც არალეგიტიმურმა პარლამენტმა 6 თებერვალს მესამე მოსმენით მიიღო, თავისი არსით ოქსიმორონია. რადგან სპონტანური აქციის გამართვის შემთხვევაში ორგანიზატორებს მუნიციპალიტეტში განცხადების წარდგენას ავალდებულებს. სპონტანური აქციის მიზანი ის არის და მისი არსი ის არის, რომ მისი რეალიზება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად და ისე როგორც ამას წყვეტს აქციის მონაწილე და ეს რა თქმა უნდა თუ ჭდება მშვიდობიანი პროტესტის ფორმაში ის არ საჭიროებს რაიმე წინასწარ ნებართვას, თანხმობას, შეთანხმებას და ამავდროულად, მაგრამ ახლა რასაც იხილავენ, მათ შორის ეხება იმასაც, რომ სპონტანური შეკრების შემთხვევაშიც კი გეკისრება ვალდებულება შეატყობინო, რომ ასეთ აქციას მართავ. ქართულმა ოცნებამ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებისა თუ შეკრებისა და მანიფესტაციის მიმართ საკანონმდებლო მარწუხების მოჭერა ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო. ბოლო 2 თვეში კი როცა მიხვდა რომ საპროტესტო მუხტს ვერაფრით აქრობდა, წნეხი ჯერ დეკემბრის ბოლოს, ხოლო შემდეგ თებერვლის დასაწყისში გაზარდა. ამ ცვლილებების უკან ძალიან აშკარაა, რომ ქართულ ოცნებას ეშინია წინააღმდეგობის, ეშინია პროტესტის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა ამ წინააღმდეგობამ. ჩვენ ხედავთ, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ მოახერხა დასავლურ სახელმწიფოებთან ურთიერთობების ნორმალიზება, ვერ მოახერხა მათი მმართველობის აღიარება და ის სრულ იზოლაციაშია მათი მხრიდან. ამავდროულად სხვადასხვა დახურული სამუშაო კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა ბოლო პერიოდში ქართული ოცნების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ნაბიჯებით და ამ კრიზისზე პასუხისმგებლობას სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებას და ბიზნე ივანიშვილს აკისრებს, ამიტომ ისინი ხედავენ, რომ წინააღმდეგობა ერთის მხრივ მათ ჰეგემონიას ტეხს ადგილობრივ დონეზე და მეორეს მხრივ მათ აქცევს საერთაშორისო იზოლაციაში და ისინი ვეღარ ატყუებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი ნორმალურად არის. ამიტომ ისინი დაინტერესებულები არიან, რომ ეს წინააღმდეგობა გატეხონ, დაასუსტონ, გაანადგურონ და ამისთვის იყენებენ როგორც საკანონმდებლო, ისე საპოლიციო რეპრესიულ აპარატს და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთადერთი ძალა, ძალმომრეობა არის ერთადერთი ძალა, რომელზეც ქართული ოცნება დღეს დგას. მმართველობის ძალმომრეობითი ბუნება რაიმე სახის დათმობებსა თუ შეღავათებს, რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებს. ძალაში შესული დრაკონული კანონი კი მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს, როგორც წესი, არ ანსხვავებს. მოქალაქეებმა, ვინც შეიძლება დღეს პროტესტში არ იყვნენ ჩართულები, უნდა გააცნობიერონ, რომ ეს ცვლილებები მათაც შეეხებათ. ხო, იმიტომ რომ თუ დევნილები მოინდომებენ შეკრებას, ან თუ რომელიმე კორუფციული ჰესის მშენებლობას სადღაც სოფელში გააპროტესტებენ, ხო? ან თუ შრომელები მოინდომებენ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვას, ყველა ასეთ პროტესტს და ასეთ გამოხატვას ეს კანონმდებლობა ასევე შეეხება. ეს მხოლოდ ბათუმის, უგდიდის, ქუთაისის, თბილისის ცენტრში გამოსულ ახალგაზრდებს არ შეეხებათ. ამიტომაც ჩვენ ყველა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ის, რასაც მართებს 30 წლის განმავლობაში ნაშენებ დემოკრატიას, ქართული ოცნების რეჟიმი, სიამდვილეში საერთოდ მოქალაქეობას და პოლიტიკურ თავისუფლებებს ხდის შეუძლებელს ყველასთვის და ის აუცილებლად ყველა შეეხება. ადმინისტრაციული სახდელი, რომელიც სახელმწიფომ ბადრი გრიგალაშვილს დააკისრა, მისთვის არც პირველი და დიდი ალბათობით არც უკანასკნელია, რადგან ის სისტემასთან ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. ერთადერთი გამოსავალი თავისუფალ ადამიანებს რჩებათ, მათ შორის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ როცა ხელისუფლება ახდენს ძალაუფლების უზურპაციას, ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი მოქალაქეებს რჩებათ დაუმორჩილებლობა. ოღონდ ამ შემთხვევაში დაუმორჩილებლობა ემსახურება ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნებას და ეს არის ერთადერთი, ასე რომ ვთქვათ, ინსტრუმენტი დღეს ჩვენ ხელში დარჩენილი, ბევრი ადამიანი ქუჩაში, ოღონდ ეს ქუჩაში დგომა არ უნდა იყოს სტატიკურ მდგომარეობაში. ეს მუდმივად უნდა გაფართოვდეს და ჩვენ ყოველდღიურად ყველა მოქალაქე იქნება პოლიტიკოსი თუ მედია, ყველამ ჩვენი წელი პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ ამ ნაწილში, რომ პროტესტი გავაფართოვოთ და საბოლოო ჯამში რეპრესიული აპარატის მუშაობას დაუკარგოთ აზრი. ორთვიანი უწყვეტი საპროტესტო აქციების მიმდინარეობის პერიოდში ქართული სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქეებისთვის გამოწერილი ჯარიმების ოდენობამ უკვე 2 მილიონს გადააჭარბა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაზე გაჩერებას არ აპირებს. 4 თებერვალს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა სასამართლოში კიდევ
600-მდე საქმე შეიტანა განსახილველად.